ყველა საგანში ერთნაირად ძლიერი ვერ იქნება ადამიანი, ხო? ამიტომაც ამერიკის უნივერსიტეტებში თუ კი რომელიმე საგანში რაიმე ისეთი ცუდი ნიშანი ყავს, ცუდი როგორც უნდა 7-იანი, 8-იანი, ამ შემთხვევაში ყოველთვის შეგვიძლია შევავსოთ დამატებითი ველი და აღვწეროთ რატომ ყავს ცუდი ნიშანი. რაც შეეხება ევროპას, ევროპის უნივერსიტეტებში ნიშნებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ვიდრე ამერიკის უნივერსიტეტებისთვის და აქ ხშირად ყოველგვარი სამოტივაციო წერილის გარეშე მხოლოდ ნიშნებზე და საერთაშორისო ტესტის პასუხებზე დაყრდნობით ხდება უნივერსიტეტში მიღება. ამიტომაც ხშირად კი ვამბობთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ხო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს და მაინც დაიჭირეთ თადარიგი, უმჯობესია კარგი ნიშნები თუ გვექნება დაელაპარაკეთ მასწავლებლებს და თხოვეთ, რომ გამოგასწორებინოთ, იმიტომ რომ თქვენი მომავლისთვის ეს ძალიან საჭირო არის. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, გავიზიარეთ ეს ვიდეოს ხორცაც.